პოლიციელების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი ამ დრომდე არაფერს ამბობს და იმალება. Სანქცირებულ სულხან თამაზაშვილს კი ირაკლი კობახიძემ პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა. ოცნების პრემიერმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის პირველი კომენტარი, როგორც იცით, მას ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი აქვს. რას ამბობს დაზარალებული? ლიზი ვეკვა განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. პაპუნა ლოცულაშვილის კომენტარი მისი ძმის სოციალური ქსელის მეშვეობით გახმოვანდა და გავრცელდა, სადაც პაპუნა ლოცულაშვილი სწორედ იმ დღეს იხსენებს, როდესაც მასზე ფიზიკურად და სასტიკად იძალოდეს პოლიციელებმა გორში, თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო საშინელება და მაინც არის მადლიერი იმის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯა. საინტერესოა, რატომ შეიცვალა პაპუნა ლოცულაშვილის პოზიცია და რატომ წერს ახლა ის პოსტში, რომ და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ შეწყვიტონ ამ საქმეზე ლაპარაკი და პოლიტიკური განცხადებების კეთება მის მაგივრად, თუმცა სხვა რამეს მეტყველებდა ოჯახის პოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში. ოჯახი ამბობდა იმას, რომ ამ საქმეს უნდა შეცვლოდა კვალიფიკაცია და უნდა გადაკვალიფიცირებულიყო ეს მუხლი, წამების მუხლით ამას მოწმობდა ადვოკატიც და ამბობდა, რომ საერთოდ ამ საქმეზე უფრო მეტი პირი უნდა დაეკავებინათ და არა 6 პოლიციელი, რადგან კადრებში გაცილებით მეტი პოლიციელი ფიგურირებს, თუმცა ახლა საინტერესოა, რატომ შეიცვალა ოჯახმა პოზიცია და საინტერესოა უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას ან მათი მხრიდან დაშინების მცდელობას პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ და საინტერესოა იტყვის თუ არა რაიმე დამატებით ამ ყველაფერთან დაკავშირებით მისი ადვოკატიც. მოგესალმებით ყველას. ვინაიდან ჩემს ძმას არ გააჩნია სოციალური ქსელი, გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს. დიდი მადლობა, ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი, რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან. მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბის სათავისად გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა. ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენ სასიკეთოდ. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ჩემ ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებას. გთხოვთ ნუ რავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა. რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ რაიმე ფორმით და დაუშვათ ის, რომ აპოლონ ლოცულაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება რაიმე ფორმით და შინაარსით ბრალდების შესახებ დადგენილება, ეს უფრო დიდი უკანონობა და უსამართლობა იქნებოდა იმასთან შედარებით, რაც პოლიციელებმა ჩაიდინეს, რა უკანონობა და უსამართლობაც პოლიციელებმა ჩაიდინეს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ის რაც მოხდა, ამის შემდეგ დაშვებული იქნება ესეთი შემთხვევა, როდესაც აპოლონ ლოცულაშვილის მიმართ გამოყენებული იქნება რაიმე ტიპის ესეთი ღონისძიება, როგორცაც მაგალითად ბრალდების წაყენება მისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ეტაპისთვის გეთანხმებით იმაში, რომ ჯგუფურობა არ გაითვალისწინება როგორც მაკვალიფიცირებელი გარემოება და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მოხდეს სწორი კვალიფიკაცია იმ ქმედებებისა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან იქნება განხორციელებული. ასევე ადვოკატის მთავარი მოთხოვნა კვლავ პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის მოხსნას უკავშირდება და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე დღის წინ ასევე ალექსანდრე დარახოელიძის კომენტარიც მოვისმინეთ. არის იმის შანსი, რომ პაპუნა ლოცულაშვილს პატიმრობაც კი შეეფარდოს, რადგან ალექსანდრე დარახოელიძე ამტკიცებს იმას, რომ მან პოლიციელს დაზიანება მიაყენა და ჰქონდა ქვაც. ასევე საინტერესო არის სწორედ ის, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ მოგვისმენია შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული მინისტრისგან, სულხან თამაზაშვილისგან და სავარაუდოდ ის დღეს საღამოს პოლიციის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებაზე, გასამართ ღონისძიებაზე უნდა გამოჩნდეს მედიასთან და საინტერესოა ისაუბრებს თუ არა იმ ძალადობაზე, რომელიც ვიხილეთ გორში. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც და მაყურებელს ვეთყვი იმასაც, რომ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მიმართა მის ნაცად და უკვე არაერთხელ გამოყენებულ პრაქტიკას და დააჯილდოვა სულხან თამაზაშვილი. გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა მას და ასევე გიორგი გვარაკიძეს, ანუ საქართველოს გენერალურ პროკურორს, იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდებაც მიანიჭა. ქართული ოცნებისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების შემდეგ, მაშინ როდესაც სწორედ სპეცრაზმელები სასტიკად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, ვიხილეთ ზვიად ხარაზიშვილის და მისი თანაშემწეების დაჯილდოებაც.